აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საბოლოოდ და ოფიციალურად უკან დაიხია. განაცხადა, რომ ირანთან ომი აღარ იქნება. და შეერთებული შტატები ოფიციალურად ბრუნდება თეირანზე ჩვეულებრივ სანქციურ ზეწოლაზე. იმ იმედით, რომ ის დაინგრევა და ბილთული პრობლემა თავისთავად გაქრემა. დღეს, 10 აგვისტოს, ტრამპმა ინტერვიუში გამოცემა Axios-გან უცხადა. ციტატა: ჩვენ ვამშვიდებთ სიტუაციას ირანთან. ამ სიტყვების მნიშვნელობა იცით, ძალიან ძნელია გადაფასება. რადგან სულ ერთი კვირის წინ მისივე სიტყვებით აშშ-ის პრეზიდენტი თითქმის მზად იყო გაეცა ბრძანება სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლების შესახებ. ხოლო თავად ტრამპმა ამას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური თავდასხმა უწოდა. მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ირანს კიდევ ერთი ბოლო შანსი მისცა შეთანხმების დადებისთვის. ეხლა სამხედრო მუხარის ნაცვლად აქცენტი ეკონომიკურ ზეწოლაზე კეთდება. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის დაბომბვას აზრი აღარ აქვს, უკეთესია სანქციების გამკაცრება. ანუ ეს იმავე ბერკეტთან დაბრუნებაა, რომელსაც ვაშინგტონი ომის დაწყებამდე იყენებდა და რომელმაც ბოდიშით თავისი არაეფექტურობა აჩვენა. მაგრამ დონალდ ტრამპსაც არჩევანი არ აქვს. გენერალი კეინი, იგივე გაერთიანებული შტატების უფროსთა კომიტეტის ხელმძღვანელი, უკვე განაცხადა, რომ იგივე ტემპით ომის გაგრძელება აშშ-ის არმიას აღარ შეუძლია. თხოვთ ყურადღება მიაქციეთ. არც ერთი საწყისი მიზანი, არც ბირთვული შეთანხმება, არც ირანის რეჟიმის ქცევის შეცვლა და არც არმუზის სრუტის სრულად გახსნა, რომელიც ისედაც ღია იყო, მიღწეული არ ყოფილა. და დონალდ ტრამპი საჯაროდ აცხადებს, რომ აშშ-ში უბრალოდ უკან იხევს. ამ გამოშვებაში განვიხილავთ, რა თქვა ზუსტად დონალდ ტრამპმა და რა ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გულისებს მიღმა. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გაუნწერის ნიშნულამდე. ამიტომ შეამოწმეთ ახლავე, სანამ ამას ვამოვ. ამ ვიდეოს ქვეშ გამოწერილი ხართ თუ არა ამ YouTube არხზე. ნახეთ გამოწერის ვილაგს დააჭირეთ თუ არა. თუ უკვე გამოწერილი ხართ, დიდი მადლობა ამისთვის. თუ გამოწერილი არ ხართ, გააკეთეთ ეს ახლა. მოდი დავიწყოთ დონალდ ტრამპის ინტერვიუდან, რომელმაც ბევრი რამ ახსნა. ბოლოს და ბოლოს მან შეცხვიდა, იცით, თავის არიდება, თუმცა არასრულად. მოკლე საუბარში გამოცემა Axios-თან ტრამპმა განაცხადა, ციტატა: ჩვენ ვამშვიდებთ სიტუაციას. მათთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ნახევრად ვაწარმოებთ, არასრულად. ჩვენ უბრალოდ ვაკვირდებით ირანს მისი უზარმაზარი ინფლაციით და იმ ფაქტით, რომ მათ ფული არ აქვს. ეს ძალიან გავს ტრამპის 3 თვის წინანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ ირანს აღარ ყავს არმია, აღარ ყავს სამხედრო საზღვაო ფლოტი და აღარ ყავს სამხედრო საჰაერო ძალები. შემდეგ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი, ციტატა, ძალიან ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაშია და მას არ აქვს ფული, რომ თავისი ჯარისთვის გადაუხადოს. და რომ ამერიკულმა საზღვაო ბლოკადამ კიდევ უფრო გაამწვავა ირანის რეჟიმის ეკონომიკური კრიზისი, ამასთან ტრამპმა აღნიშნა, რომ ნავთობის ფასი უკვე დაეცა იქ ოდნავ $75-ზე მაღლა ბარელზე. ამიტომ ამერიკელი მომხმარებლები ამ ომისგან ნაკლებ ტკივილს გრძნობენ. თეირანთან დაპირისპირების მიმდინარეობის შესახებ მან თითქმის ფილოსოფიურად ისაუბრა. ამბობს, მოусმინეთ, ყველაფერი გამოვა. ციტირებას ვახდენ. ყველაფერი გამოვა, ყოველთვის გამოდის და ამჯერადაც გამოვა. ეს ჭადრაკის პარტიასავითაა. მინდა ტრამპს შევახსენო, რომ ჭადრაკის პარტიაში ყოველთვის ყველაფერი არ გამოდის, ზოგჯერ მართლა აგებ. აღსანიშნავია, რომ ამასთან ერთად ტრამპი არც რისხვა გამოუხატავს და არც გაღიზიანება იმის გამო, რომ ირანი აჭიანურებს ომანთან შეთანხმების გამოცხადებას ჰორმუზის სრუტის გახსნაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავად ტრამპმა ჯერ კიდევ 10 დღის წინ დააფირდა, რომ ყველაფერი აუცილებლად გაიხსნებოდა, ხოლო შაბათს ირანმა ახალი მოთხოვნების სია წამოაყენა ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობის დასაშვებად. მოსალოდნელი სრუტის გახსნის ნაცვლად ისევ ახალი პირობა გაჩნდა. და ახლა ირანი არც მეტი, არც ნაკლები ამერიკული ჯარების რეგიონიდან გაყვანას ითხოვს. რეპარაციების გადახდას, სანქციების მოხსნას, ირანის აქტივების გამბლოკვას და უსაფრთხოების გარანტიებს როგორც საკუთარ თავს, ასევე რეგიონში თავის ყველა პროქსი ძალას. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რა ხდებოდა გულისებში დონალდ ტრამპის ამ შემოbrunებამდე და ლოგიკა აქ სინამდვილეში ზედაპირზეა. და თუ თქვენ გამოწერილი გაქვთ ეს YouTube არხი, მაშინ გახსოვთ, რომ ჩვენ აქ სწორედ ესეთ სცენარს ვიწინასწარმეტყველებდით რამდენიმე კვირის წინ. აი დღეს გამოცემა Axios წერს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით,
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დონალდ ტრამპი მართლაც იხრებოდა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების განახლებისკენ, მაგრამ მას დაარწმუნეს, რომ სიტუაცია დროებით განემუხტა. ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა ახსნა პარადოქსული ლოგიკა. მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები ირანის რეჟიმს აძლევდა საშუალებას თავიდან აეცილებინა ომის შედეგებთან გამკლავება, ინფრასტრუქტურის დაზიანებითა და ღრმა ეკონომიკური კრიზისით. როდესაც ირანი არ იბრძვის, მას მოუტევს შეეჯახოს მწარე რეალობას, რომელსაც რეალური გამოსავალი არ აქვს. თითქოს ეხლა რა თქმა უნდა ყველაფრის ომზე გადაბრალება შეიძლება, მაგრამ ომის შემდეგ დგება დრო, როცა ნანგრევებთან გამკლავებაა საჭირო. და სანამ შეერთებული შტატები აგრძელებს ირანზე თავდასხმებს, ირანის რეჟიმს შეუძლია აუხსნას თავის ხალხს, რომ თითქოს ყველა პრობლემა, ყველა სირთულე, ყველა უბედურება უბრალოდ იმიტომ არის, რომ ომი გრძელდება. აბა ვინ გითხრათ, რომ ომის დროს ადვილი იქნება. და აი ამერიკელებმა გადაწყვიტეს, მოდი ომი შევწყვიტოთ, შევაჩეროთ. არანაირი დაბომბვა, არანაირი ავიაიერიში და მაშინ ირანის რეჟიმს მოუწევს, როგორც შეძლებს, ისე ყველა პრობლემას თავად გაუმკლავდეს. და როგორღაც აუხსნას თავის საზოგადოებას, რატომ ვერ უმკლავდებიან ამ პრობლემებს. ამასთან იგივე წყაროს მონაცემებით დაახლოებით 8 მილიონი ბარელი ნავთობი ყოველღამე მაინც დოებს სპარსეთის ყურეს ჰორმუზის სრუტის სამხრეთ ზოლიდან ამერიკელი სამხედროების კოორდინაციით. და აშშ-ს აქვს განზრახვა, რომ კიდევ უფრო მეტი ნავთობი გაიტანოს, სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ანუ ბლოკადა ფაქტობრივად კვლავ ძალაშია. მაშინაც კი როცა მიმდინარეობს დეესკალაციის შესახებ საუბრები, ამავე დროს ნავთობის რაღაც ნაწილს მაინც გააქვთ. შესაბამისად, ამან საშუალება მისცა პლუს-მინუს, თუნდაც ოდნავ სტაბილიზებული ხო ბაზარი. თუმცა რა თქმა უნდა ის არ დაბრუნებულა ომამდელ დონეზე, მაგრამ პლუს-მინუს ოდნავ მაინც გაუმჯობესდა სიტუაცია. და აი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა შაბათს Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ კონფლიქტის დასრულებაზე საუბარი ძალიან ნაადრევია. ციტატა: ეს საქმე ჯერ არ დასრულებულა. ეს აშკარად დასაწყისი არ არის. ჩვენ სადღაც თამაშის შუაში ვართ და ვიყენებთ დიპლომატიურ, ეკონომიკურ და სამხედრო ინსტრუმენტების მთელ კომპლექტს, რათა უზრუნველყოთ საუკეთესო შედეგი ამერიკელი ხალხისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი თქმით, აშშ-მ გადაწყვიტა უბრალოდ დააკვირდეს თუ როგორ მათი ჩანაფიქრით ირანი ნელ-ნელა სისხლს დაკარგავს და საბოლოოდ ან უბრალოდ მოგვდება, ან დახმარებას ითხოვს და იტყვის: კარგი, ყველაფერი დასრულდა. ჩვენ სისხლგამშალები ვართ. ფული აღარ გვაქვს, ეკონომიკა ჩამოიშალა. მოდით რაღაცაზე მაინც შევთანხმდეთ. მაგრამ ირანი ჯერჯერობით სხვანაირად იქცევა. არა ისე, როგორც ვაშინგტონში ელოდებიან. შაბათს ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელმა მუჰამად ბაგერ ზალგადრმა, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ვეტერანმა, წამოაყენა 6 პირობა იმაზე მეტი, რაც უკვე შეთანხმებული იყო ომანის შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტის გახსნაზე. ირანის მოთხოვნები აშშ-ს მიმართ ასეთია: ირანისა და მისი ყველა რეგიონული მოკავშირის წინააღმდეგ ომის მუდმივი შეწყვეტა, ანუ ყველა პროქსი ძალის შენარჩუნება. ირანის მიმართ მუქარებსა და შეურაცხყოფაზე ნებისმიერი ფორმით უარის თქმა. ამერიკული საზღვაო ბლოკადის მოხსნა ირანის პორტებიდან. ამერიკული შეიარაღებული ძალების გაყვანა ირანის მიმდებარე ტერიტორიებიდან, ანუ პრაქტიკულად მთელი ახლო აღმოსავლეთიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკელებმა უნდა დახურონ თავიანთი ყველა სამხედრო ბაზა კატარში, საუდის არაბეთში, ემირატებში, ბაჰრეინში, ქუვეითში და ასე შემდეგ. კომპენსაცია აშშ-სგან იმ ზიანისთვის, რომელიც მიმდინარე წლის ომმა და 2025 წლის ივნისის კონფლიქტმა მიაყენა, რომელიც ძირითადად ისრაელმა წამოიწყო. ანუ ირანი ამბობს, გადაგვიხადეთ რეპარაციები და რაც მთავარია, კონტრიბუციები. შემდეგი პუნქტი: სანქციების მოხსნა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ და უპირობოდ გათავისუფლება საზღვარგარეთ გაკინული ირანული აქტივების. ზალგადერის განცხადების ტექსტის მიხედვით, ეს პირობები უნდა შესრულდეს არმუზის სრუტეზე ნებისმიერ კომპრომისამდე ან პარალელურად. იმავე სრუტეში, რომლის გახსნასაც ტრამპი არაერთხელ დაფიძდა. ერთ-ერთი შუამავალი ქვეყნის დიპლომატმა განაცხადა, რომ ზალგადერის განცხადება ირანის რეჟიმის შიდა პოლიტიკურ ბრძოლას ასახავს. აქ კი საინტერესო დეტალი ჩნდება. CBS News-ის ინფორმაციით, თავად ზალგადერი მალე პოლიტიკურ მრჩევლად დაინიშნება. ირანის უმაღლესი ლიდერი მაჩტაბა ხამინეი. ანუ ის ოპერატიული როლიდან საკონსულტაციოზე გადადის. ეს შეიძლება მიუთითებდეს ირანის ხელმძღვანელობაში გადაადგილებებზე კრიზისის ეპიცენტრში. და აი შემდეგი სიახლე. ითხოვინებიან, რომ დღეს ირანის უმაღლესმა ლიდერმა მაჩტაბა ხამინეიმ მასენ რიზაი თავისი წარმომადგენლად დანიშნა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოში.
მან შეცვალა სწორედ ეს მოჰამად ბაგერ ზალგადერი. გსურს აღნიშნო, რომ მასენ რიზაი არის ირანის მაღალი რანგის სამხედრო მრჩეველი და ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ყოფილი სარდალი, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აშშ-ის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ირანის რეჟიმის შიგნით არსებული განხეთქილება რეალურია და ის ძლიერდება. ერთ ბანაკს, რომელსაც პრეზიდენტი მასუდ პიზაშკიანი ხელმძღვანელობს, უკიდურესად აშფოთებს ეკონომიკური კოლაფსის საფრთხე და მიიჩნევს, რომ ირანს აუცილებელია გარკვეული შეთანხმების მიღწევა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ხოლო მეორე ბანაკი, რომელსაც ხელმძღვანელობს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სარდალი აჰმად ვაჰიდი, უარყოფს ნებისმიერ დათმობას ამერიკელებისთვის და ამბობს, რომ სწორედ ამერიკელებმა უნდა მოგვიხოხდნენ, დაგვიწყონ თხოვნა და მხოლოდ მაშინ შესაძლოა ჩვენ მივახციოთ რომელიმე შეთანხმებას. მაგრამ აღნიშნავ, რომ თავად დონალდ ტრამპი ძალიან გრძნობიარია მოლაპარაკებებზე საკუთარი სისუსტის თემის მიმართ. CNN-ის ინფორმაციით, მაღალი თანამდებობის ამერიკელი ოფიციალური პირების ციტირებით, აშშ-ის პრეზიდენტი პირად საუბრებში ჩიოდა, რომ პენტაგონის კლებადი საბრძოლო მასალის მარაგების შესახებ საჯარო განცხადებები აშშ-ს ირანთან მოლაპარაკებებში სუსტ პოზიციაზე აყენებს. იმავე დროს საუდის არაბეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ სამეფო ემზადება ერაყული მილიციების მხრიდან კოორდინირებული მრავალრიცხოვანი თავდასხმებისთვის, რომლებიც მოქმედებენ ირანის მიერ მხარდაჭერილ იემენელ ჰუსიტებთან ერთად. ანუ მაშინაც კი, როცა ვაშინგტონი ამცირებს თავის რიტორიკას, რეგიონული კონფლიქტი აგრძელებს ახალი ფრონტების გახსნას. ახლა კი შეხედეთ სიტუაციას. ომი ფართოვდება, წითელ ზღვაშიც ეს უკვე ხდება. ბაბ ელ-მანდების სრუტე საუდის არაბეთისთვის ჰუსიტები ცდილობენ დაბლოკონ. საუდელები ემზადებიან ერაყსა და იემენში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების კოორდინირებული თავდასხმისთვის. ამ დროს კი ტრამპი ამბობს, ომიდან ცოტათი გამოვდივართ, მხოლოდ სანქციებს გავამკაცრებთ და მორჩა. მე რა თქმა უნდა მაქვს კითხვა. რა სანქციების გამკაცრებას აპირებს და რა ეკონომიკურ ზეწოლას, იმაზე მეც რაც უკვე არსებობს, აპირებს მოახდინოს უცნობია. კიდევ უფრო ადრე. 2 და 3 აგვისტოს იყო საჩვენებელი რხევა სხვა მიმართულებით. ერთ დრეზე ნაკლებ დროში, რაც დონალდ ტრამპმა გამოხატა ოპტიმიზმი ჰორმუზის სრუტის შუდის შესახებ შეთანხმების მიახლოებაზე, მან მკვეთრად გადაერთო ირანის რეჟიმის მკაცრ კრიტიკაზე. ირანის ხელმძღვანელობა მან დაასახელა, ციტატა, წარმოუდგენლად ორპირად, მას შემდეგ, რაც თეირანმა უარყო მოლაპარაკებების განახლება. ეს აჩვენებს, რომ ამჟამინდელი, როგორც ტრამპი ამბობს, ომის ჩაცხრობა ეს არ არის მდგრადი ახალი სტრატეგია, არამედ შესაძლოა კიდევ ერთი ეტაპი მერხევ პროცესში, რომელიც უკვე რამდენიმე თვე აგრძელდება. აი ეს მერყეობა აქეთ-იქით როგორც ქანქარა. ეს ხომ უკვე ძალიან დიდხანს გრძელდება. ამიტომ ახლა ტრამპის გარემოცვაში ამბობენ, რომ გადავწყვიტეთ ეკონომიკური ზეწოლა. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს არავინ იცის. შედეგი. ფორმალურად ომი დასრულებულად არ გამოცხადებულა. JD Vance პირდაპირ ამბობს, რომ ეს ჯერ არ არის დასასრული და რომ ერთდროულად გამოიყენება დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო ინსტრუმენტები. მაგრამ ფაქტობრივად ტრამპმა ახლახან საჯაროდ აღიარა, რომ სამხედრო ზეწოლის ნაცვლად ახლა აქცენტი კეთდება იმავე მეთოდზე, რაც მუშაობდა მთელი ამ ომის დაწყებამდე, ანუ სანქციებზე. ბლოკადა და ეკონომიკური დახრჩობა იმის მოლოდინში, რომ ირანს ამოეწურება რესურსები. არც ერთი ხაზგასმით ვამბობ, არც ერთი საწყისი, ბევრად უფრო ამბიციური მიზანი მიღწეული არ არის. ბირთვული შეთანხმება არ არსებობს. ირანის რეჟიმის ქცევის შეცვლა არ მომხდარა. ირანის სარაკეტო და დრონების პროგრამის ლიკვიდაცია არ განხორციელებულა. ირანის პროქსი ძალები რეგიონში ისევ დარჩნენ და აგრძელებენ მოქმედებას. ხოლო არმუზის სრუტის შესახებ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი შეთანხმება თავად ირანს აძლევს კონტროლს ამ სრუტეზე. ანუ უფრო მეც, ვიდრე ომამდე ჰქონდა და არა ნაკლებს. ირანის ელიტაში განხეთქილება შეთანხმების მომხრეებსა და მკაცრი ხაზის ხარდამჭერებს შორის კვლავ მოუგვარებელია. ხოლო თავად ტრამპი აღიარებს, რომ უბრალოდ აგვირდება და ელოდება. ამას კი შახმატის პარტიას უწოდებს. ეს ფორმულირება უფრო მეტად ჩიხის აღიარებას გავს, ვიდრე გამარჯვების სტრატეგიის აღწერას. და აი დონალდ ტრამპის მხარდამჭერები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ფეჩი, შენ უბრალოდ ვერ ხვდები ამერიკის პრეზიდენტის ღრმა სტრატეგიულ ჩანაფიქრს. აბა რა არის ეს ჩანაფიქრი? ნახეთ, ომამდე ტრამპი აცხადებდა ირანის ეკონომიკის დახრჩობასა და სანქციების გამკაცრებაზე. ამკაცრებდა, მერე გადაწყვიტა, რომ ეს არ მუშაობს.
ეკონომიკურმა მარწუხებმა არ იმუშავა, ამიტომ მან სამხედრო ქმედებებზე გადაინაცვლა. ასეა ეს თუ დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტები არ მუშაობს. ბოლო ბერკეტი სამხედროა. მან ომი დაიწყო. და აი ახლა თითქმის ნახევარი წლის შემდეგ ის ისევ ეკონომიკურ დახრჩობას უბრუნდება. ანუ იმას უბრუნდება, რაც საბრძოლო მოქმედებებამდე არ იმუშავა. და ლოგიკა ასეთია. სამხედრო მოქმედებებს არანაირი შედეგი არ მოუტანია. მათ მხოლოდ გააუარესეს სიტუაცია შეერთებული შტატებისთვის. და თითქოს არაფერი მომხდარა. ტრამპი ამბობს, კარგი, დაუბრუნდეთ იმას, საიდანაც დავიწყეთ. უბრალოდ დავაკვირდებით, ომს აღარ ვაწარმოებთ. და აქ მაქვს კითხვა ამერიკელი ამორჩევლისთვის. არ გინდათ გითხოთ თქვენს პრეზიდენტს, ეს საერთოდ რა იყო? ეს, ანუ, რა იყო? რას მიაღწიე? და რას ცდილობდი მიეღწია? აი რატომ დაბრუნდი საწყის წერტილში. და ისე წარმოაჩენ თითქოს ასე იყო ჩაფიქრებული. აქ მრავალ წერტილს დავსვა. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ. ამ გამოშვების ქვეშ გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამას შეძლებთ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბუმულებზე და რეკვიზიტებზე, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან შეგიძლიათ გახდეთ სპონსორი YouTube-ზე. და ბოლოს გთხოვთ კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ, გამოწევილი ხართ თუ არა ამ YouTube არხზე. თუ არ ხართ გამოწერილი, გამოიწერეთ ეხლავე. სულ ეს იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ნახვამდის ხოლას.